ახალი დეტალები სოფელ კაბალში მოხდარი მკვლელობის შესახებ ირკვევა, რომ ახალგაზრდა მურთაზ როსტომოვი, რომლის ხედარი სასაფლაოზე იპოვეს, თავი და კიდურები სავარაუდოდ მოკვეთილი აქვს. მოკლული მწყემსია. ირკვევა, რომ 39 წლის კაცი 9 თვის წინ გაუჩინარდა. ოჯახი ამბობს, რომ იყვნენ პოლიციაშიც. რამდენიმე დღის წინ კი კაბალში შემთხვევის ადგილზე ტელეფონი და პირადობის მოწმობა იპოვეს. ადგილზე ჩასულ მამას საზარელი სურათი დახვდა. დანაშაულის ადგილი უკვე შეისწავლეს ექსპერტ-კრიმინალისტებმა. ოცდაათში საღამოს 10 საათზე გავიდა სახლიდან, რომ არ გამოჩნდა ვურეკე, 2 დღე ტელეფონზე და არ მპასუხობდა. წავედი პოლიციაში. რეაგირება პოლიციას არ ქონია. განცხადების დაწერიდან თვეების შემდეგ ჩემი შვილის ტელეფონი იპოვნა ვიღაც ადგილობრივმა. 3 იანვარს უკვე მივედით იქ, სადაც მისი ტელეფონი აღმოაჩინეს და ჩემი შვილის ნაწილები ვიპოვეთ. არის და ოჯახმა. არის ის იმდენ 10-11 წელი წავიდნენ და ისე ჩვენ ხალხმა რო დაძახეს ვიღაცასთან წავიდა საძავიდა ტელეფონი არის ვისთან ზარი მიდის იმის ტელეფონზე ტელეფონები არის სიაშია და ლოგითან ერთი არის ქართველი ჯერ უსოთ არ ვიცით რა ერთი კიდე არ ქავ მაგაცია მაგას რა თქმა უნდა ჩემო რა თქმა უნდა ჩვენ ვეჯებ ის მოგლავია მაგა ჩვენ როგორ გეგო 4 თვე ვეძებდით, იმ სოფელში ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ არ ყვებიან. ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა მათ მსგავსი შემთხვევა მოხდა. ნარკომანების დასახლება, ხალხს ხოცავენ და რეაგირება არავის აქვს. შენ იპოვეს ტელეფონი და მე მოწევნეს, რომ პატრონი ვინ არ და იპოვეს აქედან. ანუ ორი თვე გაუჩინარებული იყო ესენი მისი ნაწილების. ორ თვე იყო ტელეფონი და პასპორტი პირადობა იპოვა. მერე პატრონი იპოვა მაგტიკეს და მოვიდნენ აქ იპოვეს კუდარი. სხეულის ნაწილები აღმოაჩინეს კი, თავი ქთიგო, ნეგლი ქთიგო და ის განჯალიდან არის. რამდენი წლის იყო ეს? 39 ამბობენ, რა ვიცი. ხომ არ ითქვა რაიმე მიზეზი? მოკლა, რატო მოკლა? არა, ეგეთ რამე არ ვიცი. ვინ აღმოაჩინა ეს სხეულის ნაწილები? ის უზუნთალელია, ხელოსანი აქ კაფეში საგეთებდნენ მაშინ საფლავზე და მაგან ნიპოვეს მაგის ტელეფონი და პირადობაც მაგის უკან ყოფილა. მარტო თავია, ფეხია. დანაწევრებული იყო სხეული. როდის იპოვეს? 1-3-4 დღე მაღალ. ვინ იპოვა? არ ვიცი, ოი. მეზობლებმა ნახეს? თქვენთან იყვნენ პოლიციელები? არა. არაფერი უკითხავთ? არაფერი. ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭო განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ანტიქართულ ნაბიჯად არის შეფასებული რამდენიმე სახელმწიფოს მიერ ფინანსური სანქციების და სავიზო შეზღუდვების დაწესება ქართველი ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკოსებისა და ხელისუფლების მაღალი რანგის თანამშრომლების პირების მიმართ. პოლიცსაბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვრცლად არის საუბარი Deep State-ზე და ნათქვამია, რომ ამერიკის არჩეული პრეზიდენტის გუნდი აკეთებს დამაიმედებელ განცხადებებს ამერიკულ ოფიციალურ სტრუქტურებში Deep State-ის განადგურების შესახებ, რაც ქართულ-ამერიკული ურთიერთობების თვისებრივ გადატვირთვას უზრუნველყოფს. პოლიცსაბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ Deep State-ის ევროპული მეტასტაზების მოლშლა არის საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობების გადატვირთვის აუცილებელი პირობა. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, რამდენიმე სახელმწიფომ დააწესა ფინანსური სანქციები და სავიზო შეზღუდვები ქართველი ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკოსებისა და ხელისუფლების მაღალი რანგის თანამდებობის პირების მიმართ. აღნიშნული გადაწყვეტილებები კიდევ ერთხელ უნდა შეფასდეს როგორც ანტიქართული ნაბიჯი, რომელიც ძირს უთხრის ქართული საზოგადოების ნდობას დასავლური ინსტიტუტების მიმართ. უნდა აღინიშნოს, რომ რაც უფრო ღრმად აქვს ფესვები გადმული გლობალურ ობის პარტიას სხვადასხვა ქვეყანაში და რაც უფრო ძლიერია ამა თუ იმ ქვეყანაში Deep State-ის
მეტასტაზები, რომელიც გლობალური ომის პარტიის არაფორმალური გავლენის მთავარი ინსტრუმენტად გვევლინება, მით უფრო ანტიქართულია შესაბამისი ქვეყნის დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ. უკლებლივ ყველა კონკრეტული პოლიტიკოსი და ბიუროკრატი, რომელიც ანტიქართული განცხადებებით გამოირჩევა, იქნება ეს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტარი, ევროპარლამენტარი, დიპლომატი თუ ჩინოვნიკი, არის deep state-ის ქსელის წევრი, რომელიც არაამერიკელი ან ევროპელი ხალხის ინტერესების მიხედვით არამედ გლობალური ომის პარტიის კარნახით მოქმედებს. ამერიკის არჩეული პრეზიდენტის გუნდი აკეთებს დამაიმედებელ განცხადებებს ამერიკულ ოფიციალურ სტრუქტურებში deep state-ის განადგურების შესახებ. პრეზიდენტმა ტრამპმა ჯერ კიდევ არჩევნებამდე განაცხადა, რომ მან ამერიკა გაანადგურებს deep state-ს, ან deep state-ი გაანადგურებს ამერიკას. ფაქტია, რომ გასული 4 წლის განმავლობაში სწორედ deep state-ი ანადგურებდა არა მხოლოდ ამერიკას, არამედ მსოფლიოს არაერთ ქვეყანას. deep state-მა შეუქმნა უმძიმესი ეკონომიკური პრობლემები ევროკავშირს. deep state-მა ომის ქარცეცხლში გახვია მსოფლიოს არაერთი სახელმწიფო. ყველაზე მძიმედ კი deep state-ის პატრონების გამანადგურებელი ეფექტი ჩვენს მეგობარ ქვეყანაზე, უკრაინაზე აისახა. უკრაინა, რომელსაც 2014 წლამდე ჰქონდა სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, მშვიდობა და თითქმის 200 მილიარდიანი ეკონომიკა, დღეს პრაქტიკულად განადგურებულია, რაზეც მაიდანის ავტორები არავითარ პასუხისმგებლობას არ იღებენ. საქართველოს უკრაინულ სცენარს დიდი ძალისხმევისა და უკომპრომისო ბრძოლის შედეგად ჯერჯერობით გადაუჩა, თუმცა მშვიდობისთვის ბრძოლა გრძელდება და ეს ბრძოლა ბოლომდე ამისაყვანი. ვიდრე არსებობს უკრაინაში პირველი ფრონტი, საქართველოში მეორე ფრონტის ინტერესიც ყოველთვის იარსებებს. სწორედ ამას უკავშირდება სანქციები, რომელსაც გლობალური ომის პარტიის კარნახით და deep state-ის ხელით კონკრეტული სახელმწიფოები ქართულ პოლიტიკოსებსა და თანამდებობის პირებს უწესებენ. ქართულმა ხალხმა ბოლომდე უნდა იბრძოლოს, რომ გადარჩეს და საქართველოს უკრაინიზაცია არ დაუშვას. ამით ჩვენ კარგ საქმეს გავუკეთებთ ევროპასაც, რომლის ქვეყნების უმრავლესობა დღეს deep state-ის თამაშს თამაშობს და საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვას ვერ ახერხებს. ევროკავშირის ბიუროკრატიის ღირებულებითი მდგომარეობა დღეს უმძიმესია, რაც ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული 5 რეზოლუციით ყველაზე კარგად გამოიხატა. ამ რეზოლუციებით ევროპარლამენტმა მოითხოვა ბიძინა ივანიშვილის დასჯა, სააკაშვილისა და სხვა კრიმინალების გათავისუფლება, LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის გაწვევა და ასე შემდეგ. ბოლო მეხუთე რეზოლუციით ევროპარლამენტმა მოითხოვა ის, რის საჯაროდ მოთხოვნასაც სერიოზულ მოთამაშეთაგან მანამდე ვერავინ ბედავდა. რუსეთისთვის სანქციების დაწესება და ქართული ეკონომიკის ჩამოშლა. ამ ტენდენციის გათვალისწინებით ევროპარლამენტი მე-6 რეზოლუციაში მაღალი ალბათობით რუსეთთან ომის დაწყებასაც ღიად მოგთხოვს. კონკრეტული სახელმწიფოების მიერ დაწესებული სანქციების ფორმალური საფუძველი, რომ სრულიად არასერიოზულია, მას დიდი მტკიცება არ სჭირდება. ბიძინა ივანიშვილს ასანქცირებენ იმისთვის, რომ საქართველოში სისხლიანი ავტორიტარიზმი დემოკრატიული მმართველობით ჩაანაცვლა. ადამიანების წამებისა და მკვლელობის, ბიზნესის რეკეტის, მედიის მიტაცების, არჩევნების გაყალბების სისტემური პრაქტიკა დაასრულა, ქვეყნის ეკონომიკა 28 მილიარდიდან 90 მილიარდამდე გაზარდა და საქართველოს 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობა მოუტანა. ვახტანგ გომელაურს და გმირ პოლიციელებს, მათ შორის 2008 წლის ომში ნაბრძოლ ადამიანებს ასანქცირებენ იმისთვის, რომ ბოლო 2 წელიწადში ხელისუფლების გადატრიალების სამი ძალადობრივი მცდელობა ეფექტურად აღკვეთეს. თანაც ისე, რომ ამას არათუ მსხვერპლი არ მოჰყოლი, არამედ თუნდაც ერთი ადამიანის ჯანმრთელობაზე არავითარი კვალი არ დაუტოვებია. ამის საპირისპიროდ ყველას გვახსოვს გლობალური ომის პარტიისა და deep state-ის ფავორიტების მერაბიშვილის და გახარიას 26 მაისის და 20 ივნისის სპეცოპერაციები, რომლებიც ერთ შემთხვევაში 4 ადამიანის მკვლელობით, ხოლო მეორე შემთხვევაში 7 ადამიანის ჯანმრთელობაზე უმძიმესი კვალის დატოვებით დასრულდა. შეგახსენებთ, რომ არც მერაბიშვილის და არც გახარიას სანქცირება აზრად არავის მოსვლია, რადგან deep state-ში იხემძღვანელეს რუზველტის ცნობილი გამონათქვამით: ძაღლიშვილია, მაგრამ ჩვენი ძაღლიშვილია. ლოგიკურია, რომ ვინც ძაღლიშვილებს თავსევლება, ის გმირ პოლიციელებს ასანქცირებს. ყველას გვახსოვს ისიც, რომ რუსეთთან 2008 წლის ომის გაბჩაღებელი დიქტატორი სააკაშვილი deep state-მა გმირად და დემოკრატიის შუქურად მონათლა. ლოგიკურია, რომ გლობალური ომის პარტია ომის აგენტისთვის ქებას არ იშურებს. ამ ლოგიკის გაგრძელებაა ისიც, რომ deep state-ი ბიძინა ივანიშვილს მშვიდობისთვის სჯის. ამ ყველაფერს ქართული საზოგადოება ძალიან კარგად არჩევს და სწორედ ამიტომ აქვს deep state-ის სანქციებს საქართველოში ყოველგვარი ძალა დაკარგული. ნიშანდობლივია, რომ საქართველოს წინააღმდეგ სანქციები პირველად უკრაინის ხელისუფლებას დააწესებინეს, რომლის უმაღლესი თანამდებობის პირები საქართველოს ხელისუფლებას მეორე ფრონტის გახსნისკენ ღიად მოუწოდებდნენ. ამას მოყვა ბალტიის
ნებისპირეთის ქვეყნების სანქციები, რომლებსაც სუვერენიტეტი პრაქტიკულად სრულად აქვს დაკარგული და მთლიანად Deep State-ის კარნახით უწევთ მოქმედება. თავის დროზე დახურულ კარს მიღმა გაჟღერებულმა მოთხოვნამ და მუქარამ საბოლოოდ საჯარო სახე მიიღო. ანიომებ ან დაგსჭით. ეს არის მარტივი გზავნილი, რომელსაც საქართველო და ქართული ხალხი გლობალური ომის პარტიისგან იღებს. მეტიც, ოპოზიციის პირით, ქართული ხალხის დასჯაზე დაიწყეს საუბარი, რაც იმის უთხარი ნიშანია, რომ ხელისუფლებაზე მეტადაც კი გლობალურ ომის პარტიას ქართული ხალხის უკომპრომისო პოზიცია აღიზიანებს, რომელმაც კოლექტიური ნაცმოძრაობის, ანუ გლობალური ომის პარტიის აგენტურის ხელისუფლებაში დაბრუნება და ომში საქართველოს ხელმეორედ ჩათრევა არ დაუშვა. საბოლოოდ ქართულ ხალხს ვერავით არის სანქციებით ვერ შეაშინებს, რადგან საზოგადოებას კარგად ესმის, რომ ქვეყნის განადგურებას ვერც ერთი სანქცია ვერ შეეძრება. ამიტომ საქართველოს ხელისუფლებას ვერავით არის სანქციების ფასად ვერ აიძულებს ქვეყანა გამანადგურებელი ომისთვის გაწიროს. ქართველი ხალხი საქართველოს უკრაინიზაციას არავითარი სანქციების ფასად არ დაუშვებს. გლობალური ომის პარტია მხოლოდ საზოგადოების უმცირესობის აზრის манипуლირებას ახერხებს. კოლექტიური ნაცმოძრაობის მხარდამჭერ უმცირესობას დღეს ის ზუსტად ისევე უპირისპირებს საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, როგორც ეს არაერთ ქვეყანაში გაუკეთებია. ლოკალური ომის პარტიის, ანუ კოლექტიური ნაცმოძრაობის მხარდამჭერებმა ზუსტად იციან, რომ სიმართლე მათ მხარეს არ არის და სწორედ ამიტომ ამბობენ უარს ხელისუფლების ყველა შეთავაზებაზე საჯარო დისკუსიის გამართვასთან დაკავშირებით. თუმცა სამწუხაროდ ამ ადამიანებს მონური დამოკიდებულება არ აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ამერიკული თუ ევროპული ბიუროკრატიის ნაბიჯებს კრიტიკულად შეხედონ. გლობალური ომის პარტიის გავლენით თანამედროვე მსოფლიოში მოქმედებს ორეულისეული პრინციპი: ომი არის მშვიდობა, მონობა თავისუფლება, ხოლო უმეცრება ძალა. ომი, მონობა, უმეცრება და ყველაფრის უგუღმა წარმოჩენა არის მთავარი ინსტრუმენტი, რომლითაც გლობალური ომის პარტია თანამედროვე სამყაროს უდიდეს ნაწილს არაფორმალურად მართავს. უკვე ზედიზედ მეორედ არ აღიარებენ ეუთო ოდირის დასკვნა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, როდესაც მანამდე ეუთო ოდირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოში მოწვევას დაჟინებით ითხოვდნენ. მეტიც ამ დასკვნით გაგუდისებულმა ოპოზიციამ და მისმა პატრონებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ საქართველოში ეუთოს დელეგაციის ჩამოსვლა არ დაეშვათ. ამერიკელ კონგრესმენს ჯო უილსონს დააინიცირებინა ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტი საქართველოს შესახებ, რომელსაც შინაარსიდან გამომდინარე მხოლოდ ტერი აქტი შეიძლება ეწოდოს. უილსონმა იმოქმედა პრინციპით სასიამოვნო სასარგებლოსთან ერთად და Deep State-ის დავალებების შესრულებას ევროპული პენსიონერების მძარცველი კეზერაშვილისგან ფინანსური სარგებლის მიღებაც დაურთო. აქტიულობით ევროპელი პენსიონერისთვის წართმეული ფული ერთ-ერთ ამერიკელ პენსიონერს ჯო უილსონს ხმარდება, რითაც Deep State-ი თავის პოლიტიკურ ამოცანას ასრულებს და საქართველოს სანქციებით აშანტაჟებს. ჯო უილსონი არის Deep State-ის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოვლინება. დეგრადირებული პოლიტიკოსი ნულოვანი პოლიტიკური კულტურით, რომელიც უხეშად გვემუქრება, რომ დაგსჯის თუ არ ვიომებთ. შეგახსენებთ, რომ ჯო უილსონს, რომელიც თავს კონსერვატიული სოფლმხედველობის პოლიტიკოსად წარმოაჩენს, ერთხელაც არ დაუგმია ენტონი ბლინკენის გადაწყვეტილება, რომელიც კაცის კაცად და ქალის ქალად მოხსენიების აკრძალვას ითვალისწინებდა და რომელსაც პრეზიდენტ ტრამპის გუნდი ერთხმად გაემიჩნა. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ უილსონი ბლინკენის ხაზს საქართველოს დასჯის ნაწილშიც ერთგულად აგრძელებს. პრეზიდენტ ტრამპის მიერ Deep State-ის მოშლის ამოცანის წარმატებით შესრულებას შეუძლია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების თვისობრივი გადატვირთვა უზრუნველყოს, რაც გვჯერა თანაბრად შედის როგორც საქართველოს, ისე ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებში. ევროპაში Deep State-ის მეტასტაზების მოშლას შედარებით მეტი დრო დასჭირდება. როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, სოროსმა დაკარგა ვაშინგტონი პრეზიდენტ ტრამპის არჩევნით, მაგრამ ბრიუსელი კვლავ მის ხელშია. ბუნებრივია, სოროსში არაა კონკრეტული ადამიანი, არამედ Deep State-ის უგანმდგომი ოლიგარქიული ქსელი იგულისხმება. Deep State-ის ევროპული მეტასტაზების მოშლა საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობების გადატვირთვის აუცილებელი პირობაა. სწორედ ამ მეტასტაზების აქტიურობის შედეგია არა მხოლოდ ევროკავშირის ბიუროკრატიის არსებული ანტიქართული პოლიტიკა, არამედ უხეში LGBT პროპაგანდა და მიგრაციული პოლიტიკა, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებს თანმიმდევრულად იდენტობას აკარგვინებს და რითაც ჩვენს ქვეყანასაც უშუალოდ ემუქრებიან. იმედი გვაქვს 2030 წლამდე ევროკავშირი სრულად დაძლევს არაფორმალური ოლიგარქიული გავლენისა და Deep State-ის პრობლემას, რაც შექმნის სათანადო პირობებს საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ამასთან საქართველო არა მხოლოდ პასიურად უნდა დაელოდოს ცვლილებებს ევროკავშირში, არამედ თავადაც აქტიური წვლილი უნდა შეიტანოს ევროკავშირის წინაშე არსებული პრობლემების დაძლევაში. მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ და ევროპაში. ეს არის დევიზი, რომელიც 2030 წლამდე არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროკავშირის თითოეული წევრი სახელმწიფოსთვის უნდა გახდეს თანაცხოვრების საკვანძო პრინციპი. ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს განცხადება პოლიტიკური შეფასებების თემა. მმართველი პარტიის დეპუტატები სრულად იზიარებენ დოკუმენტის შინაარსს,
და ამბობენ, რომ ტექსტში ასახულია ის საფრთხეები და გამოწვევები, რომელიც რეალურად დგას არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს წინაშე. მართლ გუნდში ამბობენ, რომ რისკები უფრო კარგად ჩანს ბოლო პერიოდისა და იმ კონკრეტული ქმედებების თუ მოთხოვნების გაანალიზებითაც, რომელიც კონკრეტულ ძალებს აქვთ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ფარგლებს გარეთ. რაც შეეხება ოპოზიციას, ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს განცხადებას არასერიოზულს უწოდებენ. ეს განცხადება არის ქართული ოცნების კონსპირაციული თეორიების სრული ნაკრები, რომელიც მოიაზრებს გლობალური ომის პარტიას, ლოკალური ომის პარტიას, deep state-თან დაპირისპირებას, ტრამპზე იმედების დამყარებას. მე მგონია, რომ ეს ყველაფერი, რაზეც მიდიოდა საუბარი ამ განცხადებებში, არის უბრალოდ სასაცილო. ამერიკაში ორპარტიული მხარდაჭერა არც ერთ პოლიტიკურ ორგანიზაციას არ აქვს საქართველოში, არამედ აქვს ქართულ ხალხს და ვინაიდან და რადგანაც ამერიკელი პარტნიორები თვლიან, რომ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხის ნება არის მოპარული, აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ მათი ეს პოლიტიკა, რომელიც არსებობს ქართული ოცნების მიმართ, აუცილებლად გაგრძელდება. ესეთ რაღაცები არ არსებობს, deep state, მასონები, რეპტილიები, უცხოპლანეტელები და რა ვიცი კიდე, გლობალური ომის პარტია არაფერს არსად დედამიწაზე არ მართავს. მეცნიერულად დადასტურებული ფაქტია, რომ ეს ყველაფერი არის კონსპირაციის თეორიები, რომელთა უმრავლესობას დაიწერა მოსკოვში და ძალიან საშიში მოვლენა არის, ზოგადად, როდესაც ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით თავის ამომრჩეველთან და მოქალაქეებთან საურთიერთობოდ იყენებს აი ამ მასშტაბის და ასეთი ტიპის ტყუილებს. პოლიტსაბჭოს განცხადება კიდევ ერთი ხაზგასმა იმის, რომ ქართული ოცნება არ აპირებს საქართველოს ევროპული გზით ტარებას. მან საბოლოო ჯამში გადაწყვიტა, რომ მოგონილი ისტორიებით უღალატოს ქვეყნის ეროვნულ ინტერესს, ასევე აშკარად ჩანს, რომ ისინი არიან პანიკაში და ცდილობენ საკუთარი ქმედებები გადააბრალონ ან გლობალური ომის პარტიას, ან deep states და გაამართლონ ის რეჟიმი, რა რეჟიმის და ადამიანის უფლებების დარღვევასაც ჩვენ თითქმის უკვე ყოველდღიურად ხვდებით საქართველოში. ჩვეულებრივი ისევ იმ პროპაგანდის ნაწილია, რომ თითქოს ჩვენი პარტნიორები გვაძალებდნენ ომის დაწყებას და სინამდვილეში და ჩვენი ასე ვთქვათ ოკუპანტი ქვეყანა პირიქით. ხო იმ ჩვეულებრივი ნარატივის გაგრძელება, რომელიც ამ წლების განმავლობაში გვესმის, რომელიც სრულად აბსურდია და ძალიან ძნელია სიღრმისეული ანალიზი გავაკეთოთ იმ აბსურდის, რაღაცა მოგონილი გლობალური ომის პარტიის შესახებ, რომელიც მათ წარმოსახვაშია, ან ყოველ შემთხვევაში უნდათ რომ დაგვაჯერონ რომ არსებობს. როგორ შეიძლება ადამიანმა საკუთარ თავს უწოდოს ქართველი და ფიქრობდეს ქართულად და გონდეს საქართველოს ინტერესების შესაბამისად ნაბიჯების გადატმის სურვილი და ამავდროულად არ აღშფოთდეს და ელემენტარულად არ გაბრაზდეს მაინც, როდესაც ყველანი არის საფუძვლის გარეშე, ყველანი არის დასაბუთების გარეშე. ჩვენს მოქალაქეებს უწესებენ სანქციებს, იმ სანქციებს, რომელსაც უწესებდნენ გარკვეულ პირებს სხვადასხვა გადაცნობებისთვის. სწორედ ამიტომ ვამბობ ჩვენ, რომ ეს არის გარკვეული ჯგუფის, გარკვეული ძალის მქონე პირების და მათ შორის ორგანიზაციების სურვილები, რომ ჩვენს ქვეყანაში განხორციელდეს ის, რაც ხდება ახლა უკრაინაში. სამაგიეროდ თუ ამას არ გააკეთებთ, დაიჯებითო ასეთი სიტყვების კი იყო გაჟღერებული და იქამდეც მივედით, რომ დახურულ კარს მიღვა ნათქვამი მუქარები საბოლოო ჯამში გადაიზარდა ევროპარლამენტის რეზოლუციაში, სადაც პირდაპირ ჩაგვიწერეს და მოგთხოვეს, რომ ჩვენ დაუწესოთ რუსეთის ფედერაციას სანქციები, რაც თავისთავად გულისხმობს ჩვენი ეკონომიკის ჩამოშლას და რატომ? იმიტომ რომ ისევ და ისევ კონკრეტული deep state-ს უწოდებთ მას, რომ გლობალური ომის პარტიას ინტერესებში აქვს, რომ არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ რუსეთის ფედერაციის საზღვრებზე გარშემო ყველგან იყოს ცეცხლი, კიდევ უფრო დაზიანდეს საზოგადოება, კიდევ უფრო მეტი ძალა და მეტი რესურსები დაიხარჯოს რუსეთის ფედერაციისგან, რაც საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა ტრანსფორმირდება იმაში, რომ განადგურდება ის ქვეყნები, როგორც ახლა მაგალითად უკრაინა განადგურდება ჩვენი მეგობარი ქვეყანა, რომლის მიმართაც ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჰუმანიტარული დახმარება იქნება თუ პოლიტიკური დახმარება იქნება, აღმოუჩინოთ. მართლ გუნდში ანცხადებენ, რომ მაკენის ინსტიტუტის გადაწყვეტილება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოში უცხო ძალების დავალებების შემსრულებელია. ზურაბიშვილი მაკენის ინსტიტუტის კისინჯერის სტიპენდიანტი გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მაკენის ინსტიტუტის ვებგვერდზე გავრცელდა. მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში ზურაბიშვილის როლიდან გამომდინარე, მაკენის ინსტიტუტის ეს გადაწყვეტილება არ უყვირს ოპოზიციას.
არა მხოლოდ პრეზიდენტი, არამედ სამოქალაქო საზოგადოება რუსთაველის გამზირზე ერთი დღის მაინც გამტარებელი ადამიანი აკეთებს დასაფასებელ საქმეს. ყოფილ პრეზიდენტს გულისხმობთ სალომე ზურაბიშვილს. ჩვენ გვაქვს განმარტებული საქართველოს პრეზიდენტად ახალი არჩევნების დანიშნამდე მივიჩნევთ სალომე ზურაბიშვილს. ტრენდად არის უკვე ქცეული, რომ საქართველოს ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედ ადამიანებს შემდეგ თავიანთ ჯაშუშებს პირდაპირ მნიშვნელობით ჯაშუშის საქმიანობას უფასებენ ხოლმე. ჩვენ გვახსოვს მაგალითად როგორ წარადგინეს გარკვეულ ჯილდოზე ნიკა გვარამია მათ შორის ლომჯარია ეხლა სალომე ზურაბიშვილი. რა თქმა უნდა ძალები, რომელსაც დიდი გავლენა აქვს, რომელსაც დიდწეს უწოდებს ხოლმე თავიანთ აგენტურას პირდაპირ მნიშვნელობით ცდილობენ რომ რაღაცა წაახალისონ, წითელი ხალიჩები დაუგონ. აქ არის ყველაზე დიდი ამორალურობა ადამიანების საკუთარ ქვეყანას ხიდია მხოლოდ იმიტომ რომ სადღაც რომელიღაც კაბინეტში იქნება თუ რომელიღაც უნივერსიტეტში წითელი ხალიჩა დაუგონ, სამშობლო არ იყიდება არც ჯილდოებზე, არც იმ ჩინ მედლებზე, რომელიც ასე უნდათ რომ ჩამოეკიდონ ხოლმე და ძალიან გავს დამოკიდებულება რუსეთის ფედერაციის, რუსეთის იმპერიის დამოკიდებულებას ქართველი ხალხის და თავადაზნაურობის მიმართ, რომელსაც ჩამოკიდებდნენ ხოლმე გარკვეულ მედლებს და ამითი აფასებდნენ მათ ერთგულებას რუსეთის იმპერიისადმი. პიაკაუმას განცხადება საქართველოში გადადებულ ვიზიტსა თუ არჩევნებზე თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან ინტერვიუ რადიო თავისუფლებამ ჩაწერა. ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია რომ გარედან არავინ თქვას მთავრობა ლეგიტიმურია თუ არა. ქვეყნის სუვერენიტეტს ზიანს მიაყენებს და თუ ვინმე გარედან განსაზღვრავდა ლეგიტიმურობას. აღნიშნა კაუმამ კითხვაზე იყო თუ არა ეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ისეთი რომელიც დემოკრატიულმა ქვეყანამ უნდა ჩაატაროს. კაუმამ უპასუხა რომ ეუთო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ტერმინს არ იყენებს, არამედ აფასებს იყო თუ არა არჩევნები კონკრეტული და ჰქონდა თუ არა ყველა პოლიტიკურ პარტიას შესაძლებლობა თავისუფლად ჩაეტარებინა კამპანია. მისივე თქმით, თბილისში დაგეგმილი ვიზიტი გადადო იმ მიზნით, რომ შეხვედრებზე უარი ოპოზიციისგან მიიღო. დაძაბულ ვითარებაში ჩვენი ვიზიტი მხოლოდ მაშინ იქნებოდა შედეგიანი, თუ ყველა მნიშვნელოვან მხარეს შეხვდებოდით, განაცხადა კაუმამ. კაუმა ცდილობს რომ რაღაცა გარკვეული ინტერპრეტაციები მიცეს, მაგრამ ძალიან მკაცრია და არ ნახულად მკაცრი არის ეუთო ოდირის დასკვნა, რომელიც საპარლამენტო ასამბლეამ კი არ გააკეთა ეუთოს ორგანიზაციამ და მათ შორის ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციამ ეუთოს. თუ სახელმწიფოში არსებობს დამოუკიდებელი ინსტიტუტები, დამოუკიდებელი დემოკრატიული ინსტიტუტები, მაშინ ბუნებრივია ნებისმიერი, ასე ვთქვათ, განცხადება გარედან არის მიუღებელი, მაგრამ როდესაც შენ არ აქვს არც ერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, მაშინ გინდა არ გინდა საერთაშორისო სადამოკიდებულო მისიების იქნება თუ ზოგადად საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა, აღქმა, აღიარება დემოკრატიული პროცესები ძალიან მნიშვნელოვანია. ია, კაუმას კი არ ეკუთვნის ნამდვილად ეს მისი პრეროგატივა არ არის შეაფასოს ჩვენი ხელისუფლებების ლეგიტიმურობა ან არა. მეორე ნაწილს კითხავთ. ოღონდ ემანუელ მაკრონის მაგალითად არის. ემანუელ მაკრონის გადასაწყვეტია თავის ქვეყნის სახელით იურთიერთებს თუ არა არალეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებასთან. ამიტომ არის რომ მაკრონი იტყვის რომ არალეგიტიმურია. ჩვენთვის გარე ლეგიტიმაციის საკითხი არის მხოლოდ შემავსებელი ასპექტი. ანუ ჩვენ მიგვაჩნია რომ ადგილზე საკმარისე მეტ მტკიცებულება იხილა ქართულმა საზოგადოებამ, რომელიც 42 დღის განმავლობაში აპროტესტებს და იქამდეც აპროტესტებდა არჩევნების გაყალბების შედეგებს. შესაბამისად, ჯერ არჩევნების არალეგიტიმურობა ცნო ქართულმა საზოგადოებამ. უცხოელი სახელმწიფო გვარისკონი ადამიანს მაინც გაიგონ მაღალი თანამდებობის პირის და მოусპირონ ქალბატონ პიას და გაიგონ მისი ნათქვამი, რომელიც ამბობს, რომ ლეგიტიმაციის წყარო მხოლოდ ხალხი შეიძლება იყოს და როდესაც საუბარი არის ფინეთში, რომ ლეგიტიმაციას ვერ მიანიჭებს ვერც სხვა საერთაშორისო ორგანიზაცია თუ სხვა საერთაშორისო ქვეყნების წარმომადგენლები იქნებიან თანამდებობის პირები, ლეგიტიმაციის წყაროდან გამომდინარე მხოლოდ ხალხია და ხალხმა უნდა მიანიჭოს როგორც ლეგიტიმაცია, ასევე ხალხმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება თუ იქნება ხელისუფალი, თუ ეს ყველაფერი მუშაობს და ასე მოქმედებს დემოკრატია ფინეთში, ზუსტად ასე უნდა მოქმედებდეს საქართველოში და ასე მოქმედებს და ამ ადამიანებმა გაიგონ, რომ დემოკრატიის მთავარი საფუძველი ხალხის გადაწყვეტილება არის.